ინვესტიცია მომავალში, ანუ რატომ უნდა გავუკინოთ კვერცხუჯრედები. იცით ცნობილი გამონათქვამი, შეინახე კაბა ახალს, ხოლო პატივი ახალგაზრდობაში. კვერცხუჯრედებთანაც იგივე ამბავია. ასაკთან ერთად კვერცხუჯრედების ხარისხი უარესდება. ეს უკვე მრავალმა კვლევამ დაამტკიცა. გვხვდებით ავად, გადაგვაქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ვეწევით, სვამთ ალკოჰოლს და კიდევ ბევრ ჟამის ვაკეთეს. ჩვენი კვერცხუჯრედები, რომლებიც ჯერ კიდევ დედის საშვილოსნაშია ჩადებული, ჩვენს გვერდით ატარებენ ცხოვრების ყველა სირთულეს. როგორ შეიძლება კვერცხუჯრედების ხარისხის გაუმჯობესება? მხოლოდ თუ გაახალგაზრდავდები. მაგრამ არსებობს კვლევები ომეგა-3-ჯისა და კოენზიმ 10-ის მიღებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ეს თანამაგები შეიძლება კვერცხუჯრედების ხარისხს აუმჯობესებდეს. საეჭვოა, მაგრამ კარგი. შესაძლოა, შერჩეული ჯგუფი ძალიან მცირეა და უფრო მასშტაბურ შედეგებს ველოდებით. რას შეიძლება გავაკეთოთ ამ ეტაპზე, სანამ მეცნიერები კვერცხუჯრედების ხარისხის გაუმჯობესების გზებს ეძებენ? რა თქმა უნდა მივხედოთ ჩვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ჩავიტაროთ ყოველწლიური შემოწმებები, შევაფასოთ საკვერცხის რეზერვი, გავიტეთოთ ულტრაბერითი გამოკვლევა და ჩავაბაროთ სისხლის ანალიზი ანტიმიულერიან ჰორმონზე. თუ თქვენ ჯერ არ ხართ 25 წლის და არ აპირებთ შვილების სკოლას დაახლოებით 40 წლამდე, რადგან კარიერასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ხართ ორიენტირებული, მიმართეთ რეპროდუქტოლოგს და შექმნით საკუთარი ოციტების ბანკი. დაბანდეთ მომავალში. დიახ, ეს არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ მომავალში დაორსულდებით და ბავშვს გააჩენთ, მაგრამ გენეტიკურად საკუთარი შვილის გაჩენის შანსი თქვენთვის მნიშვნელოვნად იზრდება.